გამარჯობა მეგობრებო, ჯაბაზარქუა ვარ, გასტროენტეროლოგი. თქვენ უყოფებით ჩემს არხზე YouTube-ზე, სადაც გასტროენტეროლოგიის ირგვლივ ტრიალებთ და ხანიკიდან შევეხებით, ხანაკედან და მოგეთ ბევრ საინტერესო რაღაცებს ვაკეთებთ ხოლმე, რა. თუ გასტრო ამბები გაინტერესებთ, ან პაციენტი ხართ განსაკუთრებით, ხო? გამოიწერეთ ეს არხი და მან ბევრ საინტერესო რამეს მომავალშიც ნახავთ, რა. დღეს მინდა ვისაუბრო ძალიან ხშირ სცენარზე, რომელიც ჩემი ყოველდღიური პრაქტიკაა და არა მარტო ჩემი აქაც, ბევრი ექიმის და არა მარტო ბევრი ექიმის საქართველოში, არამედ ბევრი ექიმის და ბევრი გასტროენტეროლოგის მთელ მსოფლიოში, რა. ცოტა უცნაური სფერო გვაქვს, რა, იმიტომ რომ სანახევრო ჩვენი სფეროს პრობლემები არის აგერ აი ამ რაღაცით, ნეიროგასტროენტეროლოგიური პრობლემებით გამოწვეული. აი ეს რაღაცა ნეიროგასტროენტეროლოგია საკმაოდ რთული თემაა და იდეაში მართლა რო გითხრათ, ერთ-ერთი мотиваცია რატომაც YouTube-ზე ცოტა მეტი საჯაროობა, მეტი აქტივობა გადავწყვიტე, იყო ეს ნეიროგასტრო თემები, იმიტომ რომ აი პირისპირ კონსტატაცია ამის საკმარისი არ არის რა. გარემო შეცვლა საჭირო, რომ ამ პაციენტებმა თავი კარგად იქცნო და აი გარემო შეცვლა რატოა საჭირო ამას სადაგზავ ნახავთ. ეს მოხსენებაც ისე როგორც ყველაფერი ჩემს სკვერზე არის თანამედროვე მტკიცებულებებზე დაფუძნებული და სხვადასხვა წყაროებს ვიყენებ ხოლმე ამ ყველაფრისათვის. ახალი მოხსენება რამდენიმე დღის წინ მომამზადე. ეს არის მინდა მოგითხროთ დღეს რა თქმა უნდა გამოგონილი ამბავი, ხა ეს აფერი კონკრეტული ადამიანი არ ამიღია, უბრალოდ ისე რა სამსჯელოდ გამოვიგონე ერთი ქალბატონის, ახალგაზრდა ქალბატონის кейსი, რომლის ნაირიც ძალიან ბევრი ყავს ყველას და ყველა ექიმს და რომლის ნაირიც რომ მსგავსი ისტორიაც დარწმუნებული ვარ ამ ვიდეოს არაერთ მაყურებელს ეცნობა რა. მოდი გავარჩიოთ ნეტა ამ ქალს რა უჭირდა და სად მოხდა შეცდომა მის შემთხვევაში და სად რა შეიძლება მოხდარიყო სხვანაირად, რომ მის ცხოვრება ბევრად უკეთესად წარმართულიყო და მისი დაავადება უკეთ მართულიყო. 6 წელი, 8 გასტროენტეროლოგი, დიდი საქაღალდე, დისკები, ჩანაწერები. 6 წელია ეს ქალბატონი იკვლევს მუცლის ტკივილს და ნაწლავის მოქმედების ცვალებადობას. დეფეკაცია რამდენიმეჯერაა დღეში 2-3ჯერ. განავის კონსტანცია არის ცხელი და ტკივილი უმჯობესდება დეფეკაციის შემდეგ. აი ეს არის პრობლემა, რომელსაც იკვლევს ეს ადამიანი. და რის გამოც აგერ ვნახავთ ახლა რაც გააკეთა და რაებიც გადახდა თავს. როგორც თვითონ იხსენებს, ანუ ეს მისთვის იმიტომ არის მძიმედ გადასატანი, რომ აი 6 წელია ეს ჭივლები აწყვეტა, 7 წლის წინ იყო აბსოლუტურად ჯანმრთელი. საერთოდ არაფერი არ აწუხებდა, ჭამდა საშინელ საკვებსაც, ჯანსაღს, გასტროზე დიდად საერთოდ არ ფიქრობდა რა. მოიწამლა, იფიქრა, რომ ეს მოწამლა გაივლის მარეო და ნუ გაგრძელდა 6 წელი. რაიმე საგანგაშო ნიშნები მის ისტორიაში არ აღინიშნებოდა. ესეც მოდი დასწყიშიდან ვთქვათ. საგანგაშო ნიშნები შეიძლება იყოს წონაში უმიზეზო კლება, სისხლდენები, ღამის ჩივილები, ანემია, სიმსივნე ანემია, ჰემოგლობინის ნაკლებობა, ხშირად ყოველდღიურ ნაკლებობას ეძახიან ანემიას და ეს ასე არ არის. ჰემოგლობინის ნაკლებობა არის ნაგულისხმები ზოგადად, როცა ანემიას ვამბობთ. სიმსივნის და ნაწლავების ანთებით დაავადებების ოჯახური ისტორია. არაფერი აქ არ ფიქსირდებოდა და ასაკიც ახალგაზრდა იყო რა, 45 წელს ნაკლები, 45 წელზე ნაკლები. ეხლა ამ დროს ყველა ავტორიტეტული ორგანიზაცია და ამას ქვემოთ ნახავთ კიდევ მოგვიწოდებს, რომ თუ გაქვს ყველა მონაცემი, რომ იეჭო ნეიროგასტროენტეროლოგიურ პრობლემაზე, ამ შემთხვევაში მის დიაგნოზი იყო გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. ქრონიკული მუცლის ტკივილი, ნაწლავების მოქმედების ცვალებადობა, ტკივილის ხასიათის ცვლილება დეფეკაციის მერე, ისტორიიდან პოსტინფექციური ხასიათი, ეტიოლოგია პოსტინფექციური, ეგ არის გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. როცა ამხელა არის ალბათობა დაავადების, ხო? ექიმს უნდა დასჭირდეს მინიმალური ტესტირება და დიაგნოზის პოზიტიური დასმა. ახლა პოზიტიური დასმა რა არის? ზოგადად ორი გზა არის რა დიაგნოზის დასმის. ერთი არის, რომ ინახა, ეს ბოლოს შეიცვალა ასე რა. ადრეს ამ ნეიროგასტრო ამბები ძალიან გამოიკვლევოდა მედიცინაში. როგორ იყო მიდგომა იცით, ამ ადრეს გულს ხო ძალიან რაბერო 40 წლის წინ, 50 წლის წინ. მოდი აბა ერთი ვნახოთ რა ხდება და იწყებოდა გაუთავებელი ძებნა სიმსივნის, ანთების, მაგათ ბევრი რაიმე ბიომექანიკური დარღვევების რა. და მე აღმოაჩინა მედიცინამ, რომ ეს გასტრო ძალიან უცნაური სისტემაა, სუპერ მგრძნობიარე სისტემაა და შემთხვევების უხშირეს სიტუაციაში და უფრო ხშირი მიზეზი ჩივილების არსებობის არის ნაწლავების და მომნელებელი სისტემის დარღვეული ურთიერთობა ნერვულ სისტემასთან
და არა ვთქვათ მომნელებელი სისტემის გაფუჭება ვთქვათ და წყობრიდან გამოსვლა და რაიმე ბიომექანიკური დარღვევები რა. და გზადაგზე იმდენად დაიხვეწა მტკიცებულებები და იმდენი ასე ვთქვათ კლინიკური კვლევის შედეგი დაგროვდა ამ თემაზე, რომ პოზიტიურ დიაგნოზს ძალიან ემხრობიან დღეს ავტორიტეტული ორგანიზაციები. აი პოზიტიური დიაგნოზი რა არის? აი ამ ქალის кейსი რაც თქვით ახლა, რაც ჩივილებიც, უნდა დაისვას IBS-ის დიაგნოზი. იქ ბარემ ცელიაკიაც გამოირიცხოს, ნაწლავისანთებით და კვლევები რაციონალურად არის, მაგრამ დიაგნოზი უნდა დაისვას. ანუ IBS-ია ამის დიაგნოზი, ეს პაციენტს უნდა აუხსნა პირველ შეხვედრაზე ექიმმა, უნდა აუხსნას ძალიან ისე დამაჯერებლად და ისე რომ ხმაში ოდნავი ბზარი არ გაეპაროს. მით უმეტეს გავითვალისწინოთ, რომ ეს კაღზიანი ნაწლავის სინდრომი და ნეიროგასტრონომის პრობლემები ძალიან გაუპატიურებული დიაგნოზებია სახალხოდ, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენი კოლეგებსაც დიდი წვლილი აქვს ამაში, იმიტომ რომ აბიაბრუებდნენ დიაგნოზს, ისე უხსნიდნენ პაციენტს და უშენ ნევროზი გაქვს, არაფერი არ ჭირს, აცები გეჩვენება, ზედმეტად პანიკობ და რა თქმა უნდა მე პაციენტებსაც გაუხრათ ნდობა რა, ამ იმისა ვეხვდებიან უკვე რა დიაგნოზია, აბა ყველას ამას უსვან. მე მინახავს რაღაცა აბსოლუტურად უაზრო სიტუაციებში ეს დიაგნოზი დასმენ, როცა არაფერ შუაში არ არის რა. რომის ორგანიზაცია არის, ეს ხშირად შეხვდებით ამ ჩემს ვიდეოებში მომავალშიც, რომელიც მუშაობს ამაზე და კონკრეტული კრიტერიუმები და ონდეს კრიტერიუმები, ისე კი არ იფიქროთ რომ რაღაცა კრიტერიუმები არის, რომელიც ვიღაცა ბრძენი ტიპები დაჯნენ და რაღაცები მოიფიქრეს და მოდი აბა ასე დავარქვათ დიაგნოზს და მოდი ისე დავარქვათ. არა, ანუ აი რაღაცა ნიშნები ნახეს, რაღაც 1000-ობით და 10000-ობით პაციენტზე, რომ აი მაგალითად მუცლის ქრონიკული ტკივილი თუ იყო კვირაში ერთხელ მაინც და თუ იყო ნაწლავობის მოქმედების ცვალებადობა მინიმუმ 3 თვის განმავლობაში ბოლო 6 თვის მანძილზე და პლუს თუ ორგანული დაავადებები იყო გამორიცხული და ორგანული დაავადებების გამორიცხვას რედფლეგები თუ არ იყო ინვაზიური კვლევები არ სჭირდებოდა. თუ ეს იყო პაციენტების უდიდეს ნაწილთან ისმოდა IBS-ი რა, კაღზიანი ნაწლავის სინდრომი. და ეს კვლევებით დადასტურდა, ანუ ეს არ იფიქროთ ისე რა ეს კრიტერიუმები და ვიღაცები დაჯდნენ და ამოდი აბა ვიღაცა კრეფსით ბრძენები ვიღაცები იჯნენ და ამოდი ამას ეს ერქვას, ამას ეს ერქვას და ეს ვიღაც გააწყვეტი რა კი არ იყო. გატესტეს ეს რომ ასე მუშაობდა რა. და დღეს ემხრობიან ამ პოზიტიურ დიაგნოზს. ანუ დიაგნოზს თუ ხედავ რომ კლინიკურად ისმევა ეს დიაგნოზი. ენდოსკოპიურად არის ისმევა ეს დიაგნოზი და რაღაცა კვლევის მეთოდით არის. კლინიკურად რა, ექიმი ხედავს, გულდასმით უსმენს, ნახა აპროვოცირებელიც, მიმდინარეობა შეისწავლა დაავადების, ყველა დეიტა აქვს. ორგანული დაავადებები იმ დონეზე გამოიკვლინა, რა დონეზეც პაციენტს ესჭირდება და მორჩა დიაგნოზი დაისვა. აი პირველი არის ოღონდ დიაგნოზის დასმა და პაციენტს ამის კარგად ახსნა რა. ეს ვერ ხდება წესიერი პაციენტთან, ასე ვთქვათ, ურთიერთობის გარეშე. და სამწუხაროდ იწყება ის, რაც დაემართა ამ ჩვენს გამოგონილ ქალბატონს. რეები ჩაიტარა უყურეთ, 2 ზედა ენდოსკოპია, მაგნიტურეზონანსული ენტეროგრაფია, კაფსულ ენდოსკოპია, უამრავჯერ კალპროტექტინი და განავლის ტესტები, ცელიაკიის კვლევა 1-3 და ყველაფერი იყო ნორმალური. ნორმალური კვლევის შემთხვევა უნდა გახარებდეს რა ადამიანს, რომ რაღაცა ტესტს იტარებ და დარღვევა არ არის და რა კაია. ამ შემთხვევაში ეს არ არის. ანუ ეს გააჩნია ტესტს რატო იტარებ. თუ შენ ტესტს იტარებ იმიტომ რომ დაავადებას ელი და არ დაგხვდება, ეს ცხადია შენ შფოთვას აუარესებს. და ეს პირიქით გაფიქრებს რომ ტესტი ნორმალურია, ანუ კიდევ მეტი უნდა ვიკვლიო. ანუ რაღაცა არასწორი ტესტი დამინიშნეს, ან ტესტი იყო უხარისხო, ან ექიმ შეეშალა, ან რაღაცა და ცუდი რაღაცეები იწყება ამის მერე რა. ამიტომაც ტესტირებამდე პაციენტისთვის ახსნა რომ დრას რატომ ვაკეთებ, დიაგნოზი რა გაქვს, რას ვეჭობ, ეს ძალიან აუცილებელია, იმიტომ რომ ჩვენ ტვინში ერთია რა ხდება და ჩვენთვის რაღაცეები შეიძლება საერთოდ სხვანაირად ჩანდეს, მაგრამ პაციენტის ტვინში იქიდევ სხვანაირად იხარშება რაღაცეები და მერე აცდება ექიმი და პაციენტი ერთმანეთს რა, ძალიან ცუდია რა. და ეს ხშირად კონფლიქტებსაც იწვევს კაცო და ანუ თვითონ რთულად საურთიერთოა, ჯერ პაციენტისაც მაგ შემთხვევაში უყურეთ რა, ესენი რო გაქვს ჩატარებული ხო 34 წლის ასაკში ხო? და საქართველოში მით უმეტეს ამას დავამატოთ რა, ნახევარს დაზღვევა არ გიფინანსებს, ჯიბის ფულით იხდი რაღაცეები. ეხლა რა თქმა უნდა, იქ მენტალური ჯანმრთელობა ვერ იქნება ხო მწყობრში. და ეს დაავადება ისედაც არის თან მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებთან კავშირში და რომც არ ყოფილიყო კავშირში, ამდენი კვლევები და ამდენი ექიმებთან ურთიერთობით, ისედაც რაღაცეები ისე ვეღარ იქნება, ხო? როგორც ამ ქალს ჰქონდა დაავადების დაწყებამდე. და აი მან ძალიან სიფრთხილეა საჭირო რა, აი ძალიან დიდი სიფრთხილე. ეს არის აი სუფთა კომუნიკაციური ამბავი.
ამ დაავადებაზე გაიმარჯვებს ის, ვინც მოახერხებს პაციენტის დამშვიდებას. ან ეს დამშვიდება სადღეგრძელოდ ვერ ხდება რა. დამშვიდებას თავისი მიდგომა აქვს და აი მანდი ისაზღვრება ხა კაი კლინიცისტი და ცუდი რომ ვინც მოახერხებს დამშვიდებას და ვის ნდობასაც მოიპოვებს პაციენტი, აი ის იქნება მეტად წარმატებული ექიმი кейსის და მეტად კარგად გაუძღვება ასე ვთქვათ ამ შემთხვევას რა. ცოცხალ რიგში, აი ამიტომ არ მუშაობ ცოცხალ რიგით. ანუ ცოცხალ რიგში პაციენტს რო იღებ და ჯერ მარტო აი ამდენი ის რომ მოაქვს და სულ რო იცოდე რომ დიაგნოზი უეჭველი ესაა და აი მართლა აი მე-5 კალპროტექტინის ნახვა არაფერს არ გაძლევდეს. იმდენად გზნობიარე ასეთ პაციენტი და იმდენი წყენა ქონია მანამდე ექიმებისგან დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად რა. მასე არ არის ხო რაღაცეებზე ხო რა პაციენტს ზედმეტ მოლოდინები აქვს ხოლმე ექიმებისგან შეიძლება ეწყინოს რა ვერ გაუმართლდეს ეს მომდი. რომ ძალიან სენსიტიურია რა, ანუ ის თავის ისტორიას უყურებს, რომ აი შენთან რომ მოდის მე-9 ექიმთან, ჯერა რომ რაღაცა ისეთი აქვს, რაც რვამ ვერ მიაგნო რა. და იქ აი IBS-ის ხსენებაც კი ისეთი რთულია მაგ დროს. რომ აი, რა ვიცი, ძალიან რთულია რა. ანუ ეს სუფთა კომუნიკაციის ამბავია. ეს არ არის რაღაცა სამედიცინო კუთხით რთული ამბავი რა. ეს არის სუფთა კომუნიკაციის ამბავი რა, რომელიც გასტროენტეროლოგს ამბულატორიაში მომუშავებს თუ არა აქვს, მოგეთ ვერ იმუშავებს რა. ექიმი სიტყვა ამშვიდებს, კვლევები ვერ ამშვიდებს. და სხვა შორის ამაზე საინტერესო კვლევაც ჩატარდა რა, ობიექტური მონაცემები გვაქვს ამაზე, რომ აგერ არის რეფერენსი, მე თვითონ დასერჩეთ. აი, მოდი აბა გადავხედოთ ერთი მაინც დამშვიდები კარგად ვიქნების გამო ჩატარებული კოლონოსკოპიებით 500 პაციენტს აგვირდებოდნენ რა. და ამ გამოავლინეს, რომ ვერაფერი ცხოვრების ხარჯზე გავლენა კარგი ვერ მოახდინა და ვერც ფსიქოლოგიური სიმპტომები ვერ გაუმჯობესა. იმან რა, აი ამასე ჩატარებულმა კოლონოსკოპიამ და რო ნახა რა, ნორმალური პასუხი იყო. დიდად ვერ გაახარა. იმიტომ რომ აი კიდევ ერთხელ ვამბობ, თქვენ როდესაც კვლევას იტარებთ, უბრალოდ სკრინინგის მიზნით და რაღაცა რო აღმოაჩენთ, რომ არაფერი არ გჭირთ, ეს თქვენ გიხარიათ, იმიტომ რომ კვლევის ჩატარებამდე მოტივი ქონდათ სხვა. რომ ნეტა არაფერი არ მჭირდეს რა, ასე მიხვედით რაღაცა კვლევისთვის და რომ მიიღეთ ეგ პასუხი გაგიხარდათ. და ეს პაციენტი კვლევას მაგიტომ არ იტარებს, რომ არაფერი არ მჭირს. პირიქით, მას გონია რომ რაღაცა მნიშვნელოვანი იპარება და პროგრესირებს. და ეს იპარება უბრალოდ კვლევებში რა, ჯერჯერობით ვერავინ ვერ დაადგინა. რაღაცა იშვიათობასთან გვაქვს საქმე. და მისთვის ყველა კარგი პასუხი შეიძლება სულაც არ იყოს სასიხარულო, კი არა და არ არის სასიხარულო რა მართლა. ძელდება კვლევები, იწყება დამნაშავეების ძებნა. პაციენტი იტარებს რაღაცა, ზოგი ხო ვალი ხა იქ რაც ჩამოთვალე ეს ზემოთა კვლევები არის ვალიდური კვლევები რა სულ რა, ყველა არსებობს და ყველა მისაღებია, მაგრამ ეს ქვემოთ ხა რა კვლევებიც არის, ნახევარზე მეტი კვლევა არარსებული კვლევებია, რომელიც რა ვიცი, ბევრს აფერს არ აძლევს და მხოლოდ კომერცია. მაგალითად აი IgG-ზე დაფუძნებული საკვების ტესტირებები. პაციენტი იტარებს რაღაც 60 საკვებზე, 100 საკვებზე, იმას აქვია ტესტირებას. ამოუვარდება რაღაცა, ამოუვარდა აგერ ამასაც რაღაცა 17 საკვებზე დარღვევა. იმ 17-დან შეიძლება 8 საერთოდ გასინჯული არ აქვს, მაგრამ თურმე მისი ნაწლავებისთვის პრობლემურია. მერე ადგება და დაიწყებს ამ საკვების გამორიცხვას. მერე ამ საკვების გამორიცხვას მოყვება კიდევ უფრო მეტი გამორიცხვები, იმიტომ რომ ნახავს, რომ საკვების გამორიცხვა და ალერგიის ტესტირებით ნანახი დარღვევა არ ყოფილა თურმე საკმარისი არგუმენტი, რომ საკვები გამოერცხა და კარგად ეგზნო თავი, იმიტომ რომ ეგ ტესტირება საერთოდ არ არის მოწოდებული, ბარემ აქვს ვთქვათ, რომ ავტორიტეტური ამერიკის გასტროენტეროლოგ კოლეგიაც და ნებისმიერი ავტორიტეტული ასოციაცია ამ ტესტირებებს უწევს ძალიან დიდ, ვთქვათ, პირდაპირ აღნიშნავენ, რომ მაგალითად ეს ტესტირებები, საკვების ალერგიის ტესტირებები, იმუნოგლობულინ G-ზე დაყრდნობილი ტესტები, რომ ნაწლავების ანთებითი დაავადებები, ნაწლავების გაზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე და სხვა ნეიროგასტროპაციენტებისთვის არ არის ვალიდირებული რა. და პირიქით, რაც ვიცით ზუსტად, რომ ზედმეტი შეზღუდვები ამ პაციენტების ნაწლავებს კიდევ უფრო მგრძნობიარეს გახდის და კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის მომდევნო წლებში. და ეს ასე ამის არაერთი შემთხვევა გვინახავს და თქვენს გექნებათ ნანახი. შეზღუდული კვებით როგორ დაზიანდნენ ადამიანები. პაციენტმა როცა ნახა რომ ნახა ტესტი, ხო? თან უყურეთ ხა ფრუსტრაციას რა მხოლოდ მნიშვნელობა აქვს, რომ ნახულობს ტესტს და ხედავს რომ რაღაცა პროდუქტები წერია, რომლებიც დამნაშავეა.
და დიდი იმედი ეძლევა, იღებს ამ პროდუქტებს და ჩივილი აქვს ისევ მუცელი ტკივა და რაღაც პერიოდში შეიძლება კარგად იყოს და რაღაცა ხნის მერე მუცელი ისევ ატკივდება და ნაწილს მოხდება ისევ ცვალებადობს. ეს იწვევს უკვე იმხელა ფრუსტრაციას, რომ აი კიდევ უფრო მეტი, ანუ კიდევ ეს არ არის საკმარისი და იწყება კიდევ უფრო სხვა დიეტების ექსპერიმენტები. Low FODMAP-ი, უგლუტენო, კარნივორი, ინტერვალური შიმშილი, რა ვიცი, ლიქიგათის სხვა ისინი რა ქვია, გამო დანიშნული დიეტები. Evidence არაფერს არ აქვს აქედან რა, გარდა low FODMAP-ისა. Low FODMAP დიეტა არის ერთადერთი მართლა IBS-ის დროს evidence based დიეტა, რომელზეც არის მტკიცებულებები, რომ ზოგიერთი ტიპის გააჩნია ყველა IBS არ უხდება, მაგრამ ზოგიერთ IBS ისეთ პაციენტებში, სადაც რისკი არ არის კვებითი აშლილობების და კვებითი ქცევის დარღვევების, იმიტომ რომ ეგეც გასათვალისწინებელია მანდ, იმიტომ რომ ეს შემზღუდველი დიეტაა. მან შეიძლება ეს იცადოს რა, ოღონდ ისეთი ნუტრიციოლოგის და დიეტოლოგის მიერ, რომელიც იცის ეს და სერტიფიცირებულია ამ საკითხში. არავითარ შემთხვევაში low FODMAP-ი ასე არ უნდა დასერჩოს პაციენტმა, თვითონ არ უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ შეიძლება ჩარჩეს მაგ low FODMAP-ის დიეტის აღმზალველ იმაში, რა ქვია, ტოპიკში და ვეღარ წაღადგინოს მერე კვება გაიხანი. ასე რომ ამას ჭირდება ასისტირება, დაკვირვება. მარტო ჩასტარებელი დიეტა არ არის და არავითარ შემთხვევაში ექიმის დიეტა არ უნდა უთხრას პაციენტს, რომ მიდი შენ და წადი და წაიგითხე რამე ნახე ვებში და AI-მ დაგიწეროს სქემა და გაყევიო რა. მოკლედ ამ პაციენტის ამბავი ძალიან გაუარესდა რა. და ამის ხო, შუაში კიდევ დავამატოთ ამ დიეტებს, რომ აქ ყველა წამალი აქვს პაციენტს უკვე დალეული. წარმოგიდგენიათ, ხო, მე-9 გასტროენტეროლოგთან მიდის და წამლების რაოდენობა რაც არის, იქ ქაოტურად ყველაფერი ნეირომოდულატორიც ცოტა, რაღაცა გაუგებარი საშუალებები, პლუს პრობიოტიკები, ენზიმები, ყველა წამალი, ყველა რაღაცა პერიოდულობით. და უკვე მე-9 ექიმთან შეიძლება მიდიოდეს იმითი, რომ იმასაც აღარ ეროლდეს, რომ რამე ახალ წამალს ეთქვს, იმიტომ რომ ახლა მართლა ინფორმაციულ საუკუნეებს ცხოვრობ და თვითონაც ხვდებიან უკვე პაციენტები შე შემთხვევაში, რომ ახლა მეტი რაღაცა წამალი მართლა აღარ არსებობს ფიზიკურად რა. და ამდენი წამალი, ამდენი დიეტა გაუარესებული მდგომარეობა. და რისთვის? რომ აი თავში, აი აქ რომ მოვიდა. უნდა ჩატარებულიყო კალპროტექტინი, სისხლის საერთო, რამდენიმე ვიტამინი, რაღაცა ღვიძლის და სანაღვლეზე საბაზისო კვლევები რა, მარტივად რო ვთქვა. ცელიაკიის კვლევა, ან პირველ ვიზიტზე, ან ცოტა მერე ერთი რამდენიმე თვეში როცა დაიბარებდა. პირველი რიგის მკურნალობა უნდა დაენიშნა ექიმს, ოღონდ მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად უნდა დაემშვიდებინა პაციენტი, აეხსნა რას ნიშნავს პოსტინფექციური IBS-ი და ამის მერე დაიწყო უკვე ეგ რაღაცა ანტისპაზმოდიკი იქნებოდა ეს თუ რიფაქსიმინი თუ ნეირომოდულატორი თუ რა იქნება და ამის მერე ყველაფერი, მაგრამ ისე ეფექტი არ ექნებოდა რა. სიმშვიდე, დობის მოპოვება. ეს თუ მოხდება, პაციენტის ნაწლავური მდგომარეობა იქნებოდა კარგად. სამწუხაროდ ეს ვერ მოხდა. ან პაციენტი არენდო ხამ ასე ექიმის ბრალზე საერთოდ არ არის რა საქმე. ახლა ბრალი და პროკურორები ხო არა ვართ კაცო. ლაპარაკობთ ვარჩევთ უბრალოდ რა სხვანაირად უნდა იყოს თორე. აქ არავითარ შემთხვევაში ბრალებულობას და რაღაცებზე არ ვსაუბრობ რა. უბრალოდ ამ პაციენტი არენდო შეიძლება. ხო პაციენტს ხო მოლოდინი ხო შეიძლება სხვა კონდა. უნდა ისეთი ექიმი და ხო ასეთი ექიმი. ან შეიძლება ექიმს აქვს ცუდი სამუშაო პირობები და რაღაცა უწევს ცოცხალი რიგით პაციენტების მიღება და რა ვიცი, წუთში ერთი პაციენტის გაშვება, რითიც ამ შანსი არავარ ექნება, ვერაფერი დობას ვერ მოიპოვებს, გამორიცხულია გამბავი. და დაიწყო ის რაც დაიწყო რა. რომელმაც მიგვიყვანა აგერ აქამდე. დაზიანებულ პაციენტამდე რა, როცა ის თავისი დაავადება არ დააზიანებდა. გახსოვდეთ რა მეგობრებო. ნეიროგასტროენტეროლოგია რა გაუპატიურებულიც არ უნდა იყოს ნეიროგასტროენტეროლოგიური დიაგნოზები მსოფლიოში და საქართველოშიც მით უფრო. აი რა ტყუილადაც არ უნდა უსვამდნენ ვინმეს IBS-ის დიაგნოზს. აი რანაირი ისტორიაც არ უნდა გაიგოთ პაციენტებისგან სხვა Facebook ჯგუფებში თუ ისე კუჩაში, რომ მეც ამას მეუბნებოდნენ ექიმები და რაღაცა მერე დამიდგინეს რაღაცის კიბო და რაღაცა ის და რაღაცა ეს. არ მოусმინოთ არაფერს რა. ანუ საერთოდ არაფერი ვალიდური არ არის. ანუ პაციენტის მსჯელობა დიაგნოზზე, მედიცინაზე ასე, მაგრამ რაც თქვენში შფოთვას იწვევს, არაფერი ვალიდური არ არის რა. ვალიდური არის შემდეგი რამე. არჩევთ ექიმს, თუ მედიცინა გინდა დაგეხმაროთ, თუ რაღაცა შამანები, რაღაცა მიდიხართ მაგზაზე. მაგრამ თუ მედიცინა უნდა დაგეხმაროთ, არჩევთ ექიმს, იმდობით ექიმს, თუ არენდობით აზრი არ აქვს რა.
აი მაგდენი კვლევის ჩატარება და მე ისევ სიარული და ფულის ხარჯვა და დროის კარგვა. ანუ არ პირველი შეხვედრაზე ხა თქვენი მიზეზით თუ ექიმის მიზეზით თუ რისი მიზეზით რა მნიშვნელობა აქვს. ვერ ენდეთ რა, ასე კაცია და გუნება რა. არ მოგეწონათ, რაღაცა არ მოგეწონათ რა, რაღაც, რა ვიცი, რა, სულ ერთი ხა რა თუნდა მაგას გარჩევა. თუ არ ენდობით დაანებით რა. თუ ენდობით, ენდეთ, წინასწარ გაიარეთ გეგმა, არ მოგერიდოთ რა კითხვების. რაღაცა, ანუ არ მან კითხვები ექიმს არ გაუკვირდება, ექიმა იცის ეს დაავადება, უნდა იცოდეს ყოველ შემთხვევაში, თუ არ იცის რაში გჭირდებათ და უნდა გიპასუხოთ რა ყველა კითხვაზე. გაიარეთ ყველა კითხვები. თუნდაც ის кейსებიც გაიარეთ, რა, აი თქვენი რაღაცა მე პოსტი წაიკითხეთ, დაუშვათ რომ ვიღაცა ამბობდა რომ აი ეს დიაგნოზი რო დაუსვეს, სინამდვილეში თუმცა აღმოაჩნდა რაღაცა სხვა რა, ორგანული დაავადება, თქვენს გეშინიათ ამისი რა. გაიარეთ ეს ყველაფერი კარგად. ყველა თქვენი შიში, ყველა თქვენი კითხვა, ძალიან მშვიდად, წყნარად. ექიმთან გაიარეთ, გეგმა შეათანხმეთ და მიყევით რა. IBS-ი და ნეიროგასტროენტეროლოგიური ჩივილები სტატისტიკურად, აი საერთოდ რო არ ხედავდი არავის, სტატისტიკურად უფრო მეტი შანსია, რომ აი ეს პრობლემა იყოს თქვენი ქრონიკული გასტროენტეროლოგიური ჩივილის მიზეზი, ვიდრე რაღაც სიმსივნური დაავადება ან რაღაცა ორგანული პათოლოგია რა. მართლა ასე იქნება ეს. გჯერათ ეს თუ არ გჯერათ, ასე იქნება ყველა ვარიანტში. ასე რომ რაც უფრო მალე მიიღებს თქვენი ტვინი ამ დიაგნოზს და რაც უფრო მალე მიიღებს რომ აი ნეირო და მან კითხვა რა არის იცით რომ აი ნეიროგასტროენტეროლოგია რა არის ჩივილი როგორ ვითარდება თუ დარღვევა არა მაქვს მუცელი რატომ ებერება რაღაცეები ეგ კითხვები ყველა ლეგიტიმურია ზედმეტი კი არ არის და დღევანდელი სამყარო და ხელოვნური ინტელექტი გვაძლევს საშუალებას რომ ძალიან ბევრი და ლამაზი საგანმანათლებლო მასალა ძალიან მალე მოუმზადოთ პაციენტს და რაღაცეებში დავეხმაროთ რა უფრო მეტი რომ გაიგოს მაგრამ პასუხები არის რა რაღაცეებზე ამ სფეროში ზოგადად კითხვა უფრო მეტია ვიდრე პასუხი, მაგრამ აი თქვენ რა კითხვებიც გაქვთ, იმას პასუხები არის. ასე რომ, ექიმს არჩევთ, ენდობით, მიყვებით დიაგნოზს და მართვას. ძალიან ხშირი მიზეზი არის გასტროჩივილების და ამ ხალის ისტორია მეტყველებს იმაზე, რომ ეს უნდობლობა და აი ეს არეულობა და სასურველის რეალობად გასაღების მცდელობა, რის გამოც დადიოდა ეს ექიმებთან და არა იმის გამო, რომ აქ არ ვიცით ახლა ექიმებს შეხვდა, მაგრამ 9 და 20 ექიმთან სიარულის მიზეზი არ არის მაინც ის, რომ არც ერთი ექიმი არ ვარგოთ. მიზეზი უხშირეს შემთხვევაში არის ის, რომ გვინდა მოვისმინოთ ის, რაც გვინდა რა, და არა ის, რაც არ გვინდა. და ცუდია ეგ ძალიან რა. და ოღონდ აქ არის ფიქრობთ, რომ მარტო ხალხ ასე არის, ამას ეროვნული ნიშანი არ აქვს, ანუ ასეთი ქცევა ახასიათებს ნეიროგასტროენტეროლოგიურ ფრანგ და იტალიელ და რავიმე ამერიკელ პაციენტსაც. ანუ აქ არის ფიქრობთ, რომ რამე განსაკუთრებული ხდება თქვენ თავს. მაგრამ ეს თქვენ ხელშია რა. ექიმს არჩევთ, ენდობით, დიაგნოზს იღებთ, რა წამს მიიღებთ დიაგნოზს და თქვენ ტვინი შეეგუება ამას, რომ ხო, არსებობს სიტყვაზე IBS-ი, ფუნქციური დისპეპსია და არის აგერ ამის გამო დაგემართათ, იმის მერე დაიწყო, ასე უნდა ვმართოთ. იმ წამს თქვენი ცხოვრება გამარტივდება რა. აი რა წამს ამას არ მიიღებს და იქნება სულ ძიებაში, რამე ერთი იპოვოს, რასაც მოაშორებს და ჩივილი სამუდამოდ გაქრება, მანამდე გაუარესებული იქნება ძალიან თქვენი ცხოვრების ხარისხი. ეს ასე მიდის ეს დაავადება და მაგიტომ გაგიმეორებთ ამას არაერთ ვიდეოში. კარგად იყავით. იმედი მაქვს, რომ მთავარი სათქმელი გაიგეთ რა. ეს ხო ჩვენ დღევანდელი მოხსენება, მსგავს კიდევ ჩავატარებ ამ თემებზეც არაერთს. გამოიწერეთ ჩემი არხი. კარგად.